განვიხილოთ გეგმა, რა იქნება, რაზე იქნება პრეზენტაციები, რომ განვიხილო Dorian Gray-ის შემთხვევით, ეს არის ბიჭი, რომელსაც აქვს კრონის დაავადება, შემდეგ განვიხილო ნაწლავის ანთებით დაავადებებს, შემდეგ განვიხილოთ კლასიფიკაციას კრონის დაავადებების, ასე შემდეგ მოყვება თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს კრონის დაავადება, შემდეგ ნიშნები და სიმპტომები ამ დაავადების, შემდეგ სტატისტიკური ანალიზი, როგორ არის გავრცელებული გეოგრაფიის მიხედვით ხალხში, ერებში და შემდეგ განვიხილოთ პროგნოზს. დავიწყოთ, ეს არის Dorian Gray. 8 წლის ბიჭი არის, რომელიც იყო სრულიად ჯანმრთელი, როდესაც დაიწყო გაუციტლდა ჯერ ფეხის თითის წერა თითი. ამის შემდეგ მოყვა იმას, რომ გაუჩნდა წყლულები პირში და არის შემდეგაც მიიყვანეს ექიმთან. ექიმთან იმარაუდა, რომ ეს იყო ვირუსით გამოწვეული ინფექცია. თუმცა, როდესაც გამოწერეს, მალევე მას დაიწყო მუცლის ტკივილები. ის შემდეგაც 2 თვის განმავლობაში ეს სიმპტომები გრძელდებოდა, ხამცირდებოდა, ხან იზრდებოდა და პერიოდულად ჰქონდა ყოველდღიური დაბალი სიცხეები. რასაც შემდეგ თუმცა იყო ძალიან მაღალი სიცხეებით 38 და 39 გრადუსიც კი. შემდეგ ისე მიიყვანეს ექიმთან, როდესაც გამოჩნდა დაზიანებები მარჯვენა წვივზე, რის შემდეგაც ექიმმა დაადგინა, რომ ეს იყო ერითემა და გადაიყვანეს უკვე სასწრაფო დახმარების ჰოსპიტალში, სადაც მას აუღეს სისხლის ანალიზი და დაადგინეს, რომ მას მომატებული ჰქონდა ლეიკოციტები, ტრომბოციტები, ISR, ანუ ეს არის ანთების დროს გამოყოფილი ნივთიერებები და C-რეაქტიული პროტეინი. ამის შემდეგ ექიმმა იგი გააგზავნა ენდოსკოპიაზე, რომელმაც მას აღმოუჩინა უამრავი წყლულები წვრილ ნაწლავსა და საყლაპავში. ამის შემდეგ აღმოაჩინეს კიდევ აბსცესები, რის შემდეგაც ყველა ამ სიმპტომის გაერთიანებით დადგინდა, რომ მას ჰქონდა კრონის დაავადება. ახლა ვისაუბრებთ თვითონ კრონის დაავადებაზე. ანუ კრონის დაავადება მიეკუთვნება ნაწლავის ანთებითი დაავადებების რიგს და აქ განიხილავენ ორ დაავადებას ძირითადად. კრონის დაავადება არის პირველი და მეორე არის წყლოვანი კოლიტი. ძირითადი განსხვავება ამ დაავადებას შორის ის არის, რომ კრონის დაავადება შეიძლება განვითარდეს მთელ კუჭ-ნაწლავური ტრაქტის გაყოლებაზე, პირიდან სწორნაწლავამდე, ხოლო რაც შეეხება წყლოვან კოლიტს, ის ვითარდება ძირითადად იმ მსხვილი ნაწლავის მიდამო, შეგებხედავთ ჩვენ. შემდეგ, რითი შეიძლება იყოს გამოწვეული კრონის დაავადება. ამაში მონაწილეობენ უპირველეს ყოვლისა გენეტიკური ფაქტორები, ეს არის ნოდორის გენი და ინტერლეიკინ 23R, IRGM და SLC11R1. დავიწყოთ ნოდორი გენით. ნოდორი გენი ჩვენ როგორც ვისწავლეთ უკვე, ეს არის node-like რეცეპტორების ერთ-ერთი წარმომადგენელი და მისი მთავარი ფუნქციაა, რომ შეიცნოს ბაქტერიის მიერ გამოთავისუფლებული მურილის დიპეპტიდი. რის შემდეგაც იგი აქტიურებს დეფენსინებს, რომელიც გამოიყოფა და ეს არის ანტიმიკრობული პეპტიდები და ამასთან ერთად ვითარდება ანთებითი პროცესები. როგორც ხედავთ, ხედავთ, რომ ჩვეულებრივად მიდის ეს პროცესი, ხოლო როდესაც გვაქვს მუტანტური ნოდორი გენი, ამ შემთხვევაში აღარ ვითარდება ეს პროცესები, აღარ გამოიყოფან არც დეფენსინები და აღარ გრძელდება იწყება ინფლამაციური პროცესი და ხდება ბარიერული დისფუნქცია და შემდეგ გადადის ქრონიკულ ანთებიში. შემდეგი ფაქტორი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კრონის დაავადება, ეს არის იმუნური სისტემა. კერძოდ განვიხილავთ ავტოფაგიას, ავტოფაგიის რა არის თვითონ ჯერ ის თქვათ, რომ ეს არის, როდესაც მიკრობი შეიჭრება უჯრედში, აუცილებელია, რომ ის გამოთავისუფლდეს და ამას უზრუნველყოფს ეს ორი გენი ATG
16 L1 და IRGM. ხოლო მათი მუტაციის შემთხვევაში კი გამოიყოფა უამრავი რაოდენობით ციტოკინები და პლანეტის უჯრედების დისფუნქცია ხდება, რაც შესაბამისად იწვევს ანთებას. და ახლა მინდა წარმოგიდგენოთ მიკრობები. მიკრობები ამოვიდნენ ეს ჰარვარდის გაზეთიდან არის სტატია, რომელიც ამბობს, რომ ეს დაავადება შეიძლება გარკვეული იყოს პათოგენური დაავადების, ბაქტერიების გამრავლებით და პირიქით კარგი ბაქტერიების დაკლებით. და შემდეგ ეს პრობლემა შეგვიქმნის კურნალობაზე და რაც თანამედროვედ გამოიყენებოდა ამას შემდეგ ვიტყვი. და ახლა რა ფაქტორები მოქმედებენ კრონის დაავადების განვითარებაში. ეს არის მოწევა, სტრესი და რაც უნდა გასაკვირი იყოს ცხოველური პროტეინების ზედმეტად მიღება. ახლა დავიწყოთ კლასიფიკაცია. კლასიფიკაცია კრონის დაავადების ხდება იმის მიხედვით, თუ სად მიმდინარეობს არაერთი პროცესები. და სტატისტიკის მიხედვით ყველაზე ხშირად ხდება თეზოსფორიის ნაწილში, შემდეგ კოლინში და ეგრე პროცენტებიც იყო მოცემული. ახლა რა არის სიმპტომები და ნიშნები? სიმპტომები და ნიშნები იყოფა ორ ნაწილად, ნაწლავში და ნაწლავგარე სიმპტომები. და დავიწყოთ პირველი. ნაწლავში გარე სიმპტომი პირველი რაც არის, ეს არის ხედავთ, აი აქ. ეს არის აქ ხდება ცხიმის დაგროვება და ცხიმის დაგროვება ხდება ეს თვითონ ნაწლავებს პერიტონიუმთან ამაგრებს ჯორჯალი და ეს ჯორჯალის პირდაპირ მხარეს, სწორედ ჯორჯალის ცხიმის მხარზე ხდება ეგრე ხედავთ ცხიმოვანი გარსის წარმოქმნა. და პლუს კიდევ, როგორც ხედავთ, გვაქვს საერთოდ ძალიან წვრილი კედელი, აქ კიდევ უკვე ძალიან გასქელებულია კედელი. შემდეგი რაც ხდება ნაწლავებში, ეს გარე კედელი იყო და ეხლა შიგნით რაც ხდება. შიგნით ხდება, რომ აქ არის წვრილი გრძივი წყლულები და ამ წვრილ წყლულებს შორის არის შეშუპებები, რის გამოც შიდა ფენას აქვს თითქოს ქვაფენილის ფორმა შედარება იყო და მას შემდეგ რაც ამ წყლულებში კიდევ ჩნდება ნახეთქები, შეიძლება წარმოიქმნას ფისტულა. ან ფისტულა შეიძლება წარმოიქმნას როგორც შიგნით შიგა ორგანოებში და გამოიწვიოს მათი გახრება, მაგალითად ჩარდის ბუშტის იყო მოყვანილი, ასევე შეიძლება განვითარდეს ანუ კანზე და აგერ ხედავთ რეკციის სურათი იყო ძალიან აესთიზმი. ასე ამისთვის დამახასიათებელია აბსცესები და სტრიქტურები, ანუ სტრიქტურები არის, როდესაც ნაწლავის სანათური ძალიან ვიწროვდება და კეტავს ძლიერ ნაწლავს და მაშინ ვეღარ გადაადგილდება მასები. ახლა ვისაუბრებ ნაწლავგარე სიმპტომებზე. ნაწლავგარე სიმპტომები ეს არის, რომ იწყება თვალის ანთება, როგორც ვთქვით, სტომატიტი ან წყლულები, ასევე იწყება საცრების ანთებები და როგორც დორიან გრეის ქონდა, აგერ ერითემა. ახლა ძირითადი სიმპტომები რაც არის ამ დაავადებების, ეს არის დიარეა, საჭმლის მადის დაკარგვა, სიცხეები, ასევე წონის დაკარგვა და სისხლდედა. ახლა სტატისტიკური ანალიზი. სტატისტიკური ანალიზი ვხედავთ, რომ 100,000 ადამიანში სხვა დაავადებებთან შედარებით საკმაოდ ხშირი დაავადებაა, განსაკუთრებულად ამერიკაში მგონი 100,000-ზე მეტი იყო, არ მახსოვს. და ეს არის დაავადება, როგორც ველდება კაცებსა და ქალებში, განსაკუთრებით ამ დაავადებით ვარ ავადდებიან 25-დან 35 წლამდე და დაავადება თითქმის თანაბარია კაცებს და ქალებს შორის, როგორც ხედავთ და რაც შეეხება ერებს, სადაც ეს არის გავრცელებული, აღსანიშნავია, რომ გავრცელებულია კავკასიელებში და შემდეგ აზიელებში და აფრიკელებში. ახლა როგორ იმკურნება, როგორ ხდება კრონის დაავადების განკურნა, ეს არის არასპეციფიური ანტიინფლამატორი, ანტიანთებითი წამლები.
მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს თუ და აი ამის მაგალითი იყო, რომ როდესაც დორიენს დაემართა დაავადება, მასაც ამით დაუწყეს კურნალობა და ეს იყო მერკაპტოპურინი და ამით დაუწყეს დორიენს კურნალობა, მაგრამ აღარ უშველა და თუ ეს ამათებითმა დაავადებებმა აღარ უშველა, შემდეგ იწყებენ უკვე სტეროიდებს, სწორედ ასე დაუწყეს სტეროიდები დორიენსაც, რის შემდეგაც მოყვება იმუნური, თუ ესეც აღარ იმოქმედებს, მოყვება იმუნური მოდულატორები. მაგრამ დორიენს უფრო გაუვრცელდა ეს დაავადება და მთელ ტრაქს მოედო და იმდენად გართულდა სიტუაცია, რომ აუცილებელი გახდა ამოკვეთა და ეს ტრამვიდა კიდე რომ დავამატო, აქ რომ არის რომ ანტიათებითი დაავადება, ანტიბიოტიკები გამოიყენება, კიდევ ძალიან ხშირად, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ მე რომ მოვიყვანი ჰარვარდის ის რომ სტატია, იქ რო ამბობდნენ, რომ ბაქტერიების ცუდი ბაქტერიების გავრცელება არის და კარგის შემცირება ის რომ ვთქვათ, გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ანტიბიოტიკები პირიქით აუარესებენ მდგომარეობას, რომ ცუდი ბაქტერიები იმის მაგივრად რომ გაუმჯობესებენ მდგომარეობა, პირიქით უფრო ცუდ მდგომარეობაში გადაყავთ და ამრავლებენ ცუდ ბაქტერიებს. და კიდევ ახლა კურნალობაში მინდა გამოვიყენო წინაპირაში მოყვენ ბავშვებმა ისინი მონოკლონური ანტისხეულები და ციტოკინოთერაპია. მონოკლონური ანტისხეულები ეს არის მაგალითი ნატალიზუმაბი, რომელიც იერთებს ალფა-4 ინტეგრინს. ეს ალფა-4 ინტეგრინი წარმოიქმნება, როდესაც აიგეს ანალიზი კუჭნაწლავის დაზიანებული ნაწილიდან იყო გაზრდილი ალფა-4 ინტეგრინის რაოდენობა, რომელიც ლეიკოციტების ადჰეზიაზე არიან დამოკიდებული და რაც შეეხება ციტოკინოთერაპიას, ეს არის ამის მაგალითი არის ანტიინტერლეიკინ 12 ანტისხეული და ახლა ეს თვითონ ეს გვეუბნება რაც არის ბლოკავს ინტერლეიკინ 12-ის მოქმედებას, რომელიც თავის მხრივ არეგულირებს ინტერლეიკინის 1-ის მოქმედებას, რომელიც ეს ინტერლეიკინ 1 იწყობს, ადრე რომ ვთქვი, ციტოკინები გამოთავისუფლდება და იწყება ანთებითი პროცესი, თქო, იმას არეგულირებს ის.